თუ შენ ცხოვრებაში, გარკვეულ ასპექტში, ან შეიძლება ზოგადად მთლიან ცხოვრებაში განცდა გაქვს, რომ ერთ და იგივე წრეზე დადიხარ, ან ერთ და იგივე სიტუაციებში ტრიალებ მუდამ, მაშინ ეს გაშლა შენთვის არის და გავიგოთ ერთად, რა ხდება, რატომ დადიხარ ამ წრეზე, რატომ ვერ გამოდიხარ ჩაკეტილი წრიდან და რეალურად გამოსავალი სად არის, რა შედეგი გამოხვალ თუ არა. ბალანსისთვის არ დაგავწეს ვიდეოს და ლაიქება, გვერდის გამოწერა ძალიან გამიხარდება. მოკლედ, ნახოთ ახლა რა ხდება, რატომ დადიხართ ერთ და იგივე წრეზე რეალურად, რა არის აქ მიზეზი. რჩევა თქვენთვის, როგორ მოიქცეთ, რომ დაძლიოთ ეს პრობლემები, რაც ახლა გვაქვს ცხოვრების ამ. ხო. და გამოხვალთ თუ არა და შეძლებთ თუ არა გამოსვლას. თუ გამოხვალთ თუ არა ეს განიხილება იმ შემთხვევაში თუ ისე გააგრძელებთ ცხოვრებას როგორც ხართ და ისე მივყვებით არაფერს არ შეცვლით ამ შემთხვევაში რა იქნება რა პერსპექტივა გაქვთ თუ რჩევას დაითვალისწინებთ რა თქმა უნდა მე პერსპექტივა სხვანაირი იქნება ნახოთ აბა თუ არაფერს არ შეცვლით და ისე გააგრძელებთ ყოფნას როგორც ხართ სადამდე მიგიყვანთ რა ეტაპამდე ცხოვრება ახლო მომავალში მოკლედ. ახლა რაც შეეხება ახლანდელს რატომ ხარ წრეზე. შესაძლებელია ზოგადად გარემო სიტუაციები გაქვთ რთული, სულ ხართ დაძაბული, არ გაქვთ მოდუნების საშუალება, ან თითქოს გარედან გებრძვიანო, ესე ვიტყოდი, რაღაც სამყარო თქვენთვის შეიძლება ბრძოლის ველად აღიქმება. ან ფიქრობთ, რომ თუ არ ვიბრძოლებ, ისე არაფერი არ გამოვა, ისე ყველაფერი სულ ერთი იქნება, არაფერი მეშველება, თუ არ მოვდუნდე და მივენდო სამყაროს და პროცესები ჩემ ხელში ავიღო, ნუ არ გამიმართლებს და საკმაოდ აგრესიულად, საკმაოდ ხისტად უწევთ. ასევე შესაძლოა თავად იმპულსური ხასიათები გაქვთ მომენტებში და ფეთქებად და ჩქარა გინდათ რაღაცების მიღწევა, სწრაფად გინდათ რაღაცების გაკეთება და ცოტა დაუფიქრებლებიც ხართ მომენტში. ანუ ჯერ მოქმედებს, მერე ფიქრობთ, შეიძლება ესეც იყოს და ასევე შეიძლება იბრძვით რაღაცებისთვის, მიდიხართ და ცდილობთ მიწვალოთ, მაგრამ არ გაქვთ კონკრეტული გეგმა, რისთვის იბრძვით, საით მიდის, ანუ რატომ, რა მინდა. აქ ემოციებს არ უსმენთ, ასე მთი განსამრჩება, აქ უფრო გარედან იმპულსებით შეიძლება იმართება რაღაცები თქვენ ცხოვრებაში. თქვათ გარედან რაღაცა სიტუაცია შეიქმნა და მერე გახართ და იბრძვით. ან თქვენ ვერ ქმნით თითქოს სიტუაციას გარედან მოსული, წამოსული ენერგიებისგან გამომდინარე რეაგირებთ თქვენ. ეს არც ისე კარგია, როცა მარტო გარედან წამოსული ენერგიებზე გაქვთ რეაქციები, იმიტომ რომ თუ რეალურად სიტუაციის შეცვლა გინდათ, თავადაც უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და რაღაცების შეცვლა თქვენს დაიწყოთ. გარედან წამოსული იმპულსები ყოველთვის კარგი არ არის და თუ მithumetes თუ ქვეცნობიერში ჩადებულია პატერნივით შაბლონად რომ ჩემთვის სამყარო ბრძოლის ველი და უნდა ვიბრძოლო, სულ ესეთ სიტუაციებს მოიზიდავთ მithumetes, ამიტომ ფრთხილად ამ სიტუაციასთან. რჩევას რაც შეეხება. პირველ რიგში რჩევას გეტყვით რა არ უნდა გააკეთოთ და მე გეტყვით რა უნდა გააკეთოთ. არ უნდა იყოთ იმპულსურები, არ უნდა იყოთ ჩქარები, სწრაფები და მოთმინების უნარი გჭირდებათ აშკარად. არ უნდა იყოთ უკონტროლოები, თქვენი ენერგია უნდა კონკრეტულისკენ მიმართოთ და არ იყოს ესე გაფანტული. შეიძლება ყველას ეხმარებით, შეიძლება ყველას დაცვა გინდათ და ესეთ რაღაცები, არა. თქვენ ცხოვრებას მიხედეთო, მოკლედ. ერთის კუთხე, მეორეს მხრივ ახლა რა შეეხება კიდე. თლიანად წარმოგიწოდეთ ალბათ სამყაროთ ტრანსფორმაციისკენ, თუ რეალურად ცხოვრების შეცვლა გინდათ უკეთესობისკენ, უნდა ადგეთ და ძველი სიტუაციები ყველაფერი გაუშვათ თქვენ ცხოვრებიდან. აი მაგალითად მოძველებული ურთიერთობები, ან მოძველებული ქცევის მოდელები, რომელიც გაიძულებთ, ან დააკვირდით რა მოქცევის გამო ვარდებით ესეთ სიტუაციაში, თქვენს ქმედებებს დააკვირდით, ან აქ ტარო გეუბნათ, რომ ყველაფერი წარსული, სადაც თავი ამოწურეთ. უკვე საკმარისად ამოწურეთ, მე მგონი აქ თავი ბრძოლით და წვალებით და ტანჯვით, თუ არა უბრალოდ უთხრათ ნახვა, მადლობა გადაუხადოთ ამ გამოცდილებისთვის სამყაროს სიტუაციას და უთხრათ, რომ კარგად იყავით, მე აღარ მჭირდება ეს გამოცდილება, მე უკვე მივიღე რაც მინდა და მე ახალი ცხოვრება ჭირდება და წახვიდეთ ახალი ცხოვრებისკენ. აქტიურები უნდა იყოთ რეალურად, ახალ წამოწყებებზე უნდა იფიქროთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აგრესიული და ძალიან მიმწოლი. ცოტა დაუწიეთ აგრესიის დონეს, აგრესია როგორ თქვა, შეიძლება გაბრაზებულები ხართ, გაღიზიანებულები ხართ, ამ დროს ჩქარად გინდა რაღაცების მიღწევა და აი ცოტა დაუწიეთ ამ სიჩქარის მომენტს და უფრო მეტად პროცესით დატკბით, ესე ვთქვა და გაერკვიეთ თქვენს თავში. მთლიანად წარსული გაქვთ აქ გასაშვები, გადასამუშავებელი, შეიძლება ამუშავოთ, მაგრამ ვერ მოგინელებიათ კიდე რაღაც ძველი ტრავმები, ძველი სიტუაციები. ეს ენერგიები უნდა გაუშვათ და გახვიდეთ რა დროა თუ ესე არ გახვალთ და თუ ესე არ მოიქცევთ და თუ კიდე
თქვენ როგორ თქვა სულის დონეზე უნდა თქვათ რომ მე ვამბობ არას მე აღარ მსურს ამ სიტუაციაში ყოფნა და თქვენ ქვეცნობიერს უნდა ვთქვათ რომ წავედით ახლა რაღაც ახლისკენ ჩვენ ეს არაფერს არ გვაწევს ან თქვენ თავზე ცოტა იმუშავოთ შეიძლება ვიღაცა წავიდეთ ფსიქოლოგთან იმუშავა შეიძლება რაღაცა სადღაც უნდა წახვიდეთ რაღაცა ნაბიჯი უნდა გადადგათ რაღაცა უნდა გააკეთოთ ან ურთიერთობიდან უნდა გამოხვიდეთ რაღაცა სიტუაცია აშკარად არის რაც გასაშვები და დასასრულებელია შეიძლება ცოტა მტკიცე და ცივი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ და არ გინდათ რაღაც მომენტში აი პასუხისგებლობა აიღოთ თქვენ თავზე თქვათ რომ მე დავანგრიე ან მე დავასრულე მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ გეშინიათ მაგის ეხლა რაც შეეხება სიტუაციას და პროგნოზს თუ მაგალითად თქვენ არ შეცვლით თქვენს ცხოვრებას და როგორც ეხლა ხართ და რასაც ეხლა წვალობთ და როგორც ეხლა ხედავთ ამბებს ესე თუ გააგრძელებთ ყოფნას სადამდე მიგიყვანთ სადამდე მიგიყვანთ და გეტყვით ჩავარდებით აქ შეიძლება დიდხანს იორჭოფოთ და დიდხანს იყვანოთ და დადგეთ და იფიქროთ რომ აი რა გავაკეთო აი გადაუწყვეტელ პოზაში და პასიურ როლში იქნებით კიდევ დიდხანს და აღქმაში შეიძლება შემოვიდეს მდგომარეობა რომ სხერბლის როლში ხართ შეიძლება ობიექტურადაც ხართ შეიძლება სუბიექტურადაც აღიქვათ სხერბლი არ ნიშნავს რომ მოვიდა და ვინმე მიძალა და მთლად გარემოებების სხერბლი სიტუაციების სხერბლი ცხოვრების სხერბლი არც ღმერთმა დამჩაგრა სამყარო დამჩაგრა შეიძლება გაქვთ ესეთი აღქმა და ანუ ამ სხერბლის როლში რჩებით თითქოს ეს ერთი მომენტი და პასიურ ენერგიაში ხართ აქ შემოქმედ ენერგიაში ვერ გადადიხართ და ეს კიდე რა თავარია ანუ სადამდე მიგიყვანთ და არაფრამდე ჩამოკიდებულ ჩიხურ სიტუაციამდე გაჩერებულ მდგომარეობამდე ტრანსფორმაციის წინა პერიოდში გახართ და ვერ გადახტით აი სულ პატარაც ბიჭკიპი დაგჭირდებათ რომ იქითკენ გადახვიდეთ მეორე ნაპირზე მაგრამ თითქოს ვერ ხტებით აი თითქოს ხედავთ შეიძლება ხედავთ რაც უნდა გააკეთოთ მაგრამ ვერ აკეთებ და ესე თუ გაგრძელდა და იმ ჩიხში იქნებით კარგ ხანს მოქცეულები და საერთო ჯამში ერთი და იგივე ადგილის კეპნა გიჩანთ კიდევ ახლო მომავალში დიდ განსაკუთრებულ გრანდიოზულ ცვლილებებს ვერ ხედავ ეხლა რომ იყოს შეიძლება თქვენ ცხოვრებაში სამყარო თავზე დაგემხოთ შესაძლებელია ესეც იყო მაგრამ უკვე დროა რომ რაღაცეები გაუშვათ წყენები გაუშვათ ფრაზები გაუშვათ აპატიოთ ყველაფერი და თქვენ ცხოვრებას მიხედოთ და დაიწყოთ თქვენი ბედნიერი ცხოვრების აშენება სადღაც ხომ უნდა დაიწყოთ დღეიდან ამ წამიდან თუნდაც მოკლედ ბედნიერებას გისურვებთ ამდენში ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ გამოსულიყავით აი იმ ნეგატიური ქმედებებიდან და ამ ჩაკეტილი წინა რომელშიც იმყოფებით მადლობა ყურადღებისთვის რომ არ დაგეზარათ და ამდენი ხანი მისმინეთ